გამარჯობა, მე ვარ მარიამი. მე კიდე თამინა, ჩვენ მუშაობ კვლევით ორგანიზაციაში CRS-ი. ჩვენ წარმოგიდგენთ 4 მოკლე ფილმს კვლევის ჩატარების შესახებ. პირველი ფილმი ეხებოდა კითხვის შედგენას. ეს ფილმი კი ეხება შერჩევას და მონაცემის შეგროვებას. დავიწყოთ ხას მარიამი უპასუხებს ჩვენ შეკითხვებს. მარიამ, როდესაც უკვე გვაქვს გზად კითხვა, რას ვაკეთებთ ჩვენ? მას შემდეგ რაც კითხვარი მომზადებული გვაქვს, ჩვენ უნდა გავიგოთ ზუსტად რამდენი ადამიანი უნდა გამოვკითხოთ. ანუ ვინ უნდა გამოვკითხოთ ზოგადად. შეუძლებელია საქართველოს მთლიანი მოსახლეობის გამოვკითხვა, ამიტომ ვარჩევთ რაღაც კონკრეტულ ჯგუფს, რომელსაც გამოვკითხავთ. და ამ შერჩევას ვახდენთ პირველ რიგში ჩვენი კვლევის მიზნებიდან გამომდინარე. ანუ ვისი გამოვკითხვა გვაინტერესებს. მაგალითად შეიძლება გვაინტერესებდეს საქართველოში ყველა სრულწლოვანი აზრი. ანუ უფრო კონკრეტული ჯგუფი, როგორც ეს იყო კვლევაში დევნილთა შესახებ, როდესაც ჩვენ გვაინტერესებდა 92-93 წლებში აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის აზრი. და ეს იყო ამ შემთხვევაში ჩვენი სამიზნე ჯგუფი. გასაგებია, მაგრამ აი თვითონ ამ სამიზნე ჯგუფთან ყველა ადამიანს ყოველ გამოვკითხოთ. როგორ არჩევთ იმ რესპონდენტებს, რომელიც უნდა გამოვიკითხონ ინტერვიუ? მართალია, ყოველს ვერ გამოვკითხავთ, ჯერ უნდა გამოვთვალოთ, რამდენი ადამიანის გამოვკითხვა გჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი კვლევის შედეგები იყოს სანდო და მათი განზოგადება შეიძლებოდეს ამ სამიზნე ჯგუფზე. ანუ მთლიანად იმ მოსახლეობის იმ ნაწილზე, რომლის აზრიც გვაინტერესებს. მთავარია, რომ რესპონდენტები შევარჩიოთ შემთხვევითი წესი და ყველა რესპონდენტს ჰქონდეს თანაბარი შანსი და საშუალება იმისა, რომ მოხვდეს ჩვენ შერჩევაში. ეს ყველა გამოკითხვისთვის შეიძლება განსხვავებულად გაკეთდეს, მაგრამ აი მაგალითად CRS-ი, როგორც წესი, შემდეგნაირი კომპლექსურ შერჩევას იყენებს ხოლმე. ჯერ ჩვენ ვარჩევთ ამ მრჩეველთა საერთო სიიდან შემთხვევითი წესით საარჩევნო უბნებს, შემდეგ ამ საარჩევნო უბნებიდან შემთხვევითი წესით ვარჩევთ ოჯახებს და ამ ოჯახებში თვითონ შემთხვევითი წესით ვარჩევთ ოჯახის რომელიმე წევრს, რომელსაც გამოვკითხავთ. ანუ შემთხვევითი წესით ხდება შერჩევა სხვადასხვა დონეზე და ეს უზრუნველყოფს ჩვენი კვლევების რეპრეზენტატულობას. მაგალითად, კვლევაში დევნილთა შესახებ ჩვენ არ გამოვიყენებთ საარჩევნო უბნების საერთო სია და გამოვიყენებთ კოლექტიური ცენტრების სია. შემთხვევითი წესით შევარჩიეთ კოლექტიური ცენტრები, შემდეგ თვითონ მათში შევარჩიეთ შემთხვევითი წესით ოჯახები და შემდეგ რესპონდენტები. აი, გასაგებია, რომ თქვა კომპიუტერი პროგრამით შეგვიძლია, ანუ საარჩევნო უბნების საერთო სიიდან შემთხვევითი წესით შევარჩიოთ უბნები, მაგრამ აი თვითონ უბნებში საიდან იცით რომელ ოჯახები შემიგდეთ და რომელი ოჯახები გამოვკითხეთ? ანუ ჩვენ გვაქვს აქაც შემთხვევითი წესის გამოყენების პრინციპი. ჩვენს ინტერვიუერებს ვაძლევთ ასეთ ინსტრუქციას, ისინი უნდა მივიდნენ თავიანთ საწყის წერტილთან, რომელიც ხშირ შემთხვევაში არის საარჩევნო უბანი და აქედან იმოძრავონ, დადგნენ ზურგით საარჩევნო უბანთან და იმოძრავონ ხელმარჯვნივ. და შეარჩიენ ყოველი დაუშვათ მე-5 ან მე-9 შინამეურნეობა ამ რიცხვს ჩვენ წინასწარ ვაძლევთ მათ. ამას გამოვითვლით იმ უბანში მოსახლეობის საერთო რაოდენობიდან და სამიზნე ანუ სასურველი რაოდენობის ინტერვიუებიდან გამომდინარე. აი ამ სლაიდზე თქვენ ხედავთ ახლა ინტერვიუების მოძრაობის მარშრუტს. წითელი წრეწირით არის შემოხაზული საწყისი წერტილი, საიდანაც ინტერვიუერმა მოძრაობა დაიწყო და შემდეგ ყოველი მე-5 ოჯახი, ანუ ყოველი მე-5 სახლი, დიახ, მე-5 სახლი ლურჯად შემოხაზული არის ის ოჯახი, რომელიც ჩვენმა ინტერვიუერმა გამოკითხა. ანუ გადათვალა სახლები და გამოკითხა. დიახ, ანუ ესე ვარჩევთ თვითონ ოჯახებს. გასაგებია, აი ეს ინტერვიუ მივა თვითონ ოჯახში. როგორ არჩევს ოჯახის რომელიც წევრი უნდა გამოვკითხოს? პირდაპირ ვინც კარგს გაუგებს, ის გამოკითხავს. არა, პირდაპირ ვინც კარგს გაუგებს, მას არ გამოვკითხავს, რა თქმა უნდა. ხშირ შემთხვევაში ვიყენებთ ჩვენ ბოლო დაბადების დღის პრინციპს. ან ინტერვიუერი მივა ოჯახში, გაიგებს ვის ქონდა ბოლოს დაბადების დღე და შეიძლება მის გამოკითხოს. გასაგებია, მაგრამ აი როდესაც ისეთ შემთხვევაში ხო სახლში არავინ არ არის, კარებს არავინ არ აღებს, ან გააღვიქვათ ვიღაცა კარები და ის ადამიანი რომელიც უნდა გამოვკითხოთ, ვისაც ბოლოს ქონდა ეს დაბადების დღე, არ იმყოფება სახლში. მაშინ რა ხდება? სხვა რესპონდენტის გამოკითხვა ხდება თუ სხვა ოჯახში მივიდივართ და აი შემთხვევაში პირველ რიგში არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სხვა რესპონდენტის გამოკითხვა, იმისთვის რომ არ მივიღოთ ერთგვაროვანი პასუხები. აი მაგალითად თუ ჩვენი ინტერვიუერი მივა ოჯახში შუა დღისას, სამუშაო დღეს
იმის დიდი ალბათობაა, რომ ოჯახში დახდეს ან ძე სახლისი, ან პენსიონერი, ან უმუშევარი ადამიანი და პასუხები, ჩვენი კვლევის პასუხებიც იყოს ერთგვაროვანი. შესაბამისად არ იყოს სანდო. ამისათვის ჩვენი რესპონდენტი, მაგალითად თქვენ რაც ვკითხეთ, ხო, მივიდა ინტერვიუერის სახლში, არ გახდა შეარჩია ეს ბოლო დაბადების პრინციპის პიროვნება, მაგრამ იგი არ არის სახლში. უნდა შეეცადოს, რომ შეუთანხმდეს ამ ოჯახს სხვა დღეს ან სხვა საათზე მისვლაზე და შეეცადოს იმ შერჩეული რესპონდენტის გამოკითხვას. სასურველია, რომ სასურველი და ინსტრუქცია ჩვენს ინტერვიუერებს, რომ მივიდნენ თითოეულ შერჩეულ ოჯახში სამჯერ. ნუ სამჯერ ეცადნენ გამოკითხვას და ჩვენ გასწრებით ვაკონტროლებთ, რომ მივიდნენ არაერთი და იგივე დროს, არამედ თქვენ საღამოს საათებში შაბათ-კვირას. აი შემთხვევაში ახდება თუ სამჯერ მივიდა და სამჯერ არ დაგხვდება. ეგეთი შემთხვევებიც არის, მაგ შემთხვევაში ფიქსირდება არ დამოპასუხება. მაგალითად, თქვენ ხედავთ ახლა მონაცემებს ჩვენი ყოველწლიური გამოკითხვიდან კავკასიის ბარომეტრი 2009 წლის კვლევიდან. ეს არის გამოპასუხების მაჩვენებლები. საქართველოს შემთხვევაში, როგორც ხედავთ, არის 30% არ გამოპასუხება, 70% გამოპასუხება. ჩვენი როგორც წესი, ვატარებთ რეგულარულად კვლევებს და საქართველოში არ გამოპასუხება 10-დან 30%-მდე მერყეობს. გასაგებია. და შეიძლება თვითონ გამოკითხვის პროცესი გითხოთ, აი როგორია ეს პროცესი? ანუ მას შემდეგ, რაც ინტერვიუერი შევა ოჯახში შეარჩევს რესპონდენტს, ინტერვიუს ატარებს პირისპირ. ანუ ჩვენ ინსტრუქციას ვაძლევთ ჩვენს ინტერვიუერებს, რომ ინტერვიუს ჩატარების დროს ოთახში სხვა პიროვნება არ იმყოფებოდეს, რომ არ მოახდინოს გავლენა რესპონდენტზე. თავის მხრივ თვითონ ინტერვიუერმაც არ უნდა მოახდინოს გავლენა რესპონდენტზე, თავისი მიმიკით, კომენტარებით, ან არ უნდა შევიდეს იმ რესპონდენტთან დებატებში, არ უნდა გამოხატოს თავისი აზრი, მაქსიმალურად ნეიტრალური და ისეთი კეთილგანწყობილი უნდა იყოს, რომ მიიღოს სანდო ინფორმაცია რესპონდენტისგან. მე საერთოდ ძალიან დიდი მადლობა. მადლობა შენ. შემდეგში მე დაგისვამ კითხვას მონაცემების ინტერპრეტაციისა და ანალიზის შესახებ. აუცილებლად.